სიყვარულის გაგება დღევანდელ თანამედროვე სამყაროში და არა მარტო თანამედროვე სამყაროში, ელინურ სამყაროში და ძველ აღთქმაშიც სხვადასხვანაირი იყო და დღესაც სხვადასხვა გაგება აქვს სიყვარულს. ამიტომ ჩვენ გსურს ეს განმარტოთ თუ რას გულისხმობს საღვთო სიყვარული, რას გულისხმობს ის სიყვარული, რომელსაც მახარებლები წერენ, რომელსაც მაცხოვარი ბრძანებს. მაცხოვრის საუბარი ზოგადად სიყვარულთან დაკავშირებით, რომელიც არაერთია და არა მხოლოდ მაცხოვრისა შემდგომ მოციქულების შემთხვევაშიც მსგავსი გვაქვს და მოგვიწევს ჩვენ მოხმობა განსაკუთრებით პავლე მოციქულის ეპისტოლეებიდან, პირდაპირ ემსახურებოდა იმას, რამდენად შესაძლებელია ეს რომ მოხდეს. ყოველ ოთხშაბათს 18 საათსა და 5 წუთზე ღვთისმეტყველების საათი წამყვანთან დეკანოს გიორგი ხანთაძესთან ერთად. მაქსიმე ახსარებელემოს ეს მიმართე შენი ცოდვების წინააღმდეგ, მაგალითად ეს აგრესია, რომელიც შენ ბუნებრივი რეაქცია გაგაშნია, შენი ცოდვების წინააღმდეგ და მას ებრძოლე. და ეს სიყვარული, რომელზეც საღვთო სიყვარულს ვეძახთ, ეს სიყვარული ის მიღწევადი და მართლა სათნოების მწვერვალი.